გამარჯობათ ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით, ეს გახლავთ რადიო სივრცე 98.5 და ეს გადაცემა თავისთავად ცხადია ჯაპანას პაპანაკებაო, ასე გვითხრეს და მე კიდე თქვენი ბოდაბურჩილი დავით ხურცილავა გახლავართ იგივე ჯაპანა. დღეს შემობატონო მე მყავს ერთი არაჩვეულებრივი სტუმარი მყავს შემობატონო მე თან ესე იგი როგორ გითხრათ რა ასე მეუნდებოდა საყვედურიც კი მითხრა ეს დღეს შენ რაღაც არ მეძახი გადაცემებშიო. ეხლა გადავწყვიტე რომ სადაც რამე ხდება გადაცემა ყველგან უნდა დაუძახო ამნაირი დიჭიერი კაც ახლა შემობატონო. ამნაირი ყველა რო იცნობს თან ახლა ჩემი ახლა მისი რეგალიები ჩამოთვლის ახლა თავს მოგაწყენ ცოტათი, მაგრამ ყველაფერს მაინც ვერ ჩამოთვლი, იმიტომ რომ ეს გადაცემა უნდა რა მთლიანად. მთელი 50 წუთი უნდა დაუთმო ამ კაცის რეგალიებს. მოდი ჯერ ვიტყვი ვინ არის ადამიანი. ეს გახლავთ ნუგზარ ყურაშვილი. ყველასთვის ცნობილი, ყველასთვის ნაცნობი, უსაყვარლესი, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითი როლებია ბევრი შესრულებული, შენ თქვენგანაცვალოთ ჩემი თავი, მიუხედავად ამისა, მაინც რა გითხრათ, ხალხს უყვარს, აი მეტი რო არ შეიძლება ისე რა. აი ყველა ადამიანები ხვდებიან ქუჩაში ერთადაც შეხვედრიან, არის ერთი ამბავი, მოკლედ ატეხილი ამ კაცთან დაკავშირებით და მე ვარ აი უბედნიერესი და პატივია ჩემთვის ამ კაცის სტუმრობა დღევანდელ დღეს. კაი, ესე იგი ვიტყვი ახლა ვინ არის კარგად, არა უნდა ჩამოვყვე. იმიტომ რომ რაღაც შეიძლება გამომცეს. მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, შემობატონო. ღირსების ორდენის კავალერი, შემობატონო. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გახსნილი აქვს ვარსკვლავი. თითო საუკეთესო როლებისთვის მიღებული აქვს, ვერ ჩამოვთვლი ახლა იმას კიდე ერთხელ გეუბნებით, იმიტომ რომ მხოლოდ ამაზე უნდა ვილაპარაკო, მაშინ ეს კაცი არ უნდა პენსიაზე მიშვებ. ხო, რა და ახლა მაშინ და ისე გამოდის რა, მოკლედ რომ აღარ ვილაპარაკია მარტო ამის რეგალიებზე რა. არ გამოვასე, მე დღეს ბევრი დრო მაქვს. წინა განაცემაში არ მქონდა, ამდენი დრო არ მქონდა და დღეს მინდა რომ ბევრი დროს მეძახი, არც ეს არ არის ბევრი 50 წუთი, მაგრამ გვეტყვიათ როდის დავანებოთ თავი ლაპარაკ და წალით სახში და გვაფრთხილებენ ჩვენი პროდიუსერები. ამიტომ დავილაპარაკოთ ეხლა დავიწყოთ. გამარჯობა პირველ რიგში როგორ ხარ ჩემო კარგო. მადლობა მოგზადებისთვის. სხვა არაფერი მეთქის ნამდვილად მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. პირიქით, მე ვარ მადლობელი. პატივია მასწავლებლობა შეგვიძლია. როგორ გეკადრება ჩემო კარგო ადამიანო, ძალიან მიყვარხარ, დიდ პატივს გქცევ და მოდი დავიწყოთ როგორც იწყება საიდან ნუგზა რომ რაც იწყება, ცხოვრება როგორც იწყება რა. ბავშვობიდან დავიწყოთ. აი მაინტერესებს შენი ბავშვობა როგორ იყო. საიდანაც გახსოვს შენი თავი. რეზოესაც ეს არის, და თქვა მე დედის მუცელში რო ვიყავიო. არის, ხა თურმე არის ეგეთი ამ. არის ეგეთი. არა, მე დაგავდა 4 და 5 წლიდან მაქსიმუმს მაგალითად ჩემი. არა, მედიცინამ დაამტკიცა, მე მგონი რომ მართლა დედის მუცლიდან რაღაცები ახსოვს. ეს ქვეშეცნეულია, ქვეშეცნეულად მოხდება. ქვეშნობიერად. ალბათ. არის, მაგრამ მე არა, 4-5 წლიდან და შენ როგორ გახსოვს? მეც ასე დაახლოებით, ალბათ. სოხუმში ხდებოდა ეს? მე ვარ სოხუმელი წარმოშობით. დაბადებული იქ ახლა? კი. შიქალაკში. კი, შიქალაკში. სუხუმსკი პაცარი, ესე იცი. სუხუმსკი პარე თქო. ძალიან მიყვარს, ძალიან კარგი ქალაქი იყო და ეხლაც იმედი მაქვს კარგია, მაგრამ უჩვენოდ არის კარგი და ეს არის უბედურება და ოპტიმისტური განწყობა არის რომ რაღაც შეიძლება დაუბრუნდეს. როგორ არის მე ხა ქალაქი მარტო ის ხო არ არის შენობები და რაღაცა ახლა მე ორიგინალური არ ვიკნები ეს ასე ადამიანებია იქ და ეს ადამიანები თუ არ დამხვდა იქ ის ადამიანები თუ არ ჩავიდა სიმართლე გითხრა არც ჩასვლა მაინც და მაინც მოვიკლავ თავს მაგაზე. ხო, გიბატონო. იმიტომ რომ ეხლა სხვანაირი სოხუმი არის ალბათ. აი ტელევიზორში ვხედავ ხანდახან ამ დანგრეულ და ლეცილ გაუბედურებულ თითითიძე რომ არ არის დადებული კი ბატონო. ვინც ეს დაგმართა იმადგან არაფერი და ეს ძალიან გულსატკენია და ცრემლის გარეშე მაგას ვერ შეხედავს კაცი და მეც მჭირს ხოლმე. ჩემო ჯაპანა თუ დათო როგორ მოგმართა? ჯაპანა კაცები. ძალიან გეგებასება ეს ჯაპანა. არა კი არ არა და მშვენიერი სახელი გაქვს და აი. ფსევდონიმად იქცა უკვე. როგორ გითხრა, აი ხა ტიტრებში მწერენ, როგორ ჯაპანას ხანდახან. აი გენაცველი. აღარ ვქნა. დავიბადე სოხუმში 1959 წელს, კაი დიდი ხანია ეს. ომი ახალი დამთავრებულია ჩემო. აი ომი 45-ში ხო დამთავრდა და მე დავიბადე 59-ში რა თქმა უნდა და ცუდი პერიოდია ეხლა რა ყველა. შიმშილია ამე. ეხლა რო გითხრა შიმშილი და რაღაცა ასეთი რამე უკვე ისეთი გახსოვს ისეთი რა ქვია რიგები პურზე და არა კაცო ჩემ დროს ადიყო ეს სტალინმა მორჩა 45-მდე 45-ში ცოტა ხანი არა მერე იყო ომის მერე ყოფილა ცოტა ხანი იყო ტალონები და რაღაცები იყო ყოველწლიურად როგორც მიხვებიან მე არ მოგსწრები ვარ იმას სტალინს მაგრამ დედაჩემი წონებული და მამაჩემი როგორც მიხვებოდნენ ეს ნელ-ნელა ყოველწლობით უჯობესდებოდა ცხოვრება ახლა ეს ყველა მიცის რომ აბა შემოიტანა თელი ოქრო თელი მსოფლიო ოქრო შემეიტანა კაცმა და ეხლა არავინ არ მითხავს რომ უჭკვიანესი კაცი იყო და იცოდა ახლა სტალინი ჩემი გასარჩევი არ არის ახლა ბენიოსი იყო და რაღაცა კარგი
ხო და ეს იყო, რა, დედა, როგორც გითხარი, იქ იყო დედა ესა ჩემი ცხონებული, მამამ ჩემი სამეურნეო მუშაკი იყო. ყველაფერი სიმართლეა დავარქოთ, ადრე ეძახდა. ბებია, ბაბუა. ბებია და ბაბუა, ბიჭო, ბებია უფრო მახსოვს, ვიდრე ბაბუები. დაჟე. ბაბუები, აი ძალიან ისე ბაბუა ერთი, აი ისე ორივე, ის ისე მახსოვს, რატო ეთქობა ძალიან პატარა ვიყავი, რომ ვინმე ბღეროდა იქიდან, აი რომ ბღერი კარგად, კაიკური როგა, კარგად რომ კაიხბაგა. ბებია ჩემი და მაკიდან ბავშვობიდან ბღეროდა, იქ მაინტერესებს. კი, კაცო, სახლში რომ შეგროვდებოდა, იყო ერთი ამ მე რა მახსოვს, იცი? ცხონებული მამა ჩემი ადრე იყო სახლში მოყვანა ოჯახში, მეგობრების. ნახე რა ფოტოები მიყოლ, დაგე? აი რა კაი ბიჭი ხარ, ბიჭო. ეს სკოლაში ხოჩა ხთეს, არ ნახეთ ეს სურა. რა მაგარი პიონერი. ხო, აქ იყო პირველ სკოლაში. სწავლობდი, ეს რომელი კლასებია, ნუ რა ვიცი. ალბათ მეოთხე რა, მე ხო რა. პიონერი რომ ხუთი. პიონერი, მეხუთე, ხო. აი ღერო სოლისტი ვიყავი და მაგარი მიღებული ბიჭი ვიყავი სკოლებში. უკვე ღეროდი, ხედავ გუნდი. უკვე კი არა, აქ უკვე ხო და ძალიან ცნობილი ბავშვი ვიყავი სხვათა შორის. მუსიკაზე იარე რამეზე ფორტეპიანო რამე ეგეთ. ფორტეპიანოზე არ მივლია ბიჭო. ცოტა ხანი სამხას მიმიყვანეს და ეხლა მაგ ჩემი თამი არა. არ მივლია, რა თქმა უნდა, ასეაპანდები. ზოგმა იცის უკრავდი რა ამას ვაკეთებ. ხო, რაღაც სოლფეჯიო რაღაც არ უკრავ. ვერ უკრავ. გიტარაზე ეხლა ბოლოს სიბერეში და მანამდე ცოტა უკრავ. და ეს სხვათა შორის პოპულარული ვიყავი მეთქი, მაშინ ოლიმპიადები იყო ჩემო ჯაპანა, ოლიმპიადა სასკოლო ოლიმპიადა. კი, მახსოვს, კაცო, მეც მახსოვს. სკოლები რო იყო და ფესტივალები იყო რაღაც და მოკლედ მაგარი მიღებული ტიპი ვიყავი. ის კი არა ყველა იძახდა ნეტა ეს ბავშვი ჩვენ სკოლაში იყოს და გადმოიყვანო და აი სერიოზულად ვეროდი. მე ერთ პაშად შევწყვიტე რატომ ხოც ეს სიმღერა არ ვიცი რატომ მოხდა ეს. მაგრამ სად უნდა მემღერა ბიჭო ეს ეხლა ჩამოყალიბებული და ესტრადა და გინდა 7 კაცსა და 9 კაცსა და 17 კაცსა და მაშინ არისო ერთი ორერა არსებობდა ეს უკვე აქეთ გვიან ერთი რერო არსებობდა იქ ვინ მიგასუნიებდა დიელო ხო ვინ მიგასუნიებდა იქ კაცო ხეცები იყვნენ და თამე მაშინ პატარა ვიყავი და მოკლედ ჩემი მუსიკალური კარიერა ამით მაშინ დამთავრდა მე ვიფიქრე რა ვქნა ეს მსახიობობაზე უყურებდი ფილმები ბავშვობიდან გინდა ეს მსახიობობა არ მინდოდა არა არ ვიცოდი თორე რა იყო მაგრამ რა მქონდა გეტყვი ახლა მე რომ მინდოდა ეს არ იყო სკოლაში რომ დავყავდით აი სკოლიდან რომ დავყავდით ფანტასტიკური შენობა ქონდა თეატრის და მსახიობების ფანტასტიკური ჩამოგიტვალა ახლა სალომე ყანჩელი და ლაფერაძე და ოტარ გობერი ამ ესენი ტრამპლინს ეძახდნენ სოხუმის თეატრს სხვათა შორის მე თბილისში გადმოდიოდა ზოგი რუსთაველში ბორის ციფურია ლუკა ბელაია სასტავები ყველა ხდებოდა ამაში ხო და ბავშვები რასაკეთებდნენ იცი იქ ისეთი შენობები ტუნელებივით იყო შიგნით და ბავშვები დარბოდნენ ჩემი კლასელები და რაღაცა და სპექტაკლს მე თუ ცოტას შეხედავდნენ დანარჩენი გასართობად დადიოდა მე ბიჭო წავიდოდი დავждებოდი პირველ რიგში არ ვიცი რატომ მომწონდა ეს აი ამ ხელა ამასაკიდან მე 4-5 კლასი დავждებოდი და რაღაც ხაპარში ვიყავი რა ეს იყო რა მოკლედ შენი მოწოდება აი არ ვიცი რა მოწოდება იყო რა იყო შეიძლება იურისტი უკეთესი ყოფილიყავი არ ვიცი ან პედაგოგი მაგრამ არ ვიცი კაცმა არ იცის ცხოვრება ისეთი რამე არის შენ ერთზე ფიქრობ სხვა ხდება ხო და აი ეს მე როგორ გითხრა ახლა როგორც ახალგაზრდობა ეს იყო მე მამა გარდამეცვალა და ეს მახსოვს რა ძალიან მტკივნეულად რა ვიცი სკოლაში ვიყავი მახსოვს რომ სასწავლო ნაწილის გამგე შემოვიდა და კლასში აი ამ დროს გარდამეცვალა მამა მე მგონი მე 7 კლასში ვიყავი თუ მე რომ 7-ში და მასწავლებელმა თქვა სახში უნდა წავიდეთო და მეთქი სახში გაკვეთილი და რატო წაგიყვანს თან მასწავლებელი სასწავლო ნაწილის გამგე რაღაცა ვიაზრეს რაღაცნაირად და მეთქი ოღონდ და ჩემი არ იყოს მეთქი წარმოგიდგე მამა ვაფშე არ მიფიქრია რატო არ ვიცი ოღონდ და ჩემს ამი არ მოსლო და სულ ამის იმაზე ვიყავი. დედა ეხლა. ალბათ ინსტინქტი. ნუ გევეჯიბირებით მამაკაცები. არა, ხო, ნუ ალბათ. შობლის. თუმცა მამა მაგარი რამეა. ხო და რომ მივედი. ნუ დავხდა ის რაც დავხდა. ხო და ნუ იმის მერე ახლა ვიყავით ეხლა მე როგორ არის იცი მაშინ არაფერი არ გვიჭირდა ახლა რა ვთქვა მამა ჩემი სანამ იყო მაგრამ მოგესენებათ ხო გეუბნები მაშინ რაღაც ვითომ საქმოსნებს ეძახდნენ რაღაც და ერთ-ერთ სამსახურში და ეგეთი 10 თუ 15 კაცი დაიჭირეს და მამა ჩემიც მიყვა ამას. და თურმე ციხეში გარდაიცვალა, აი ეს მახსოვს. მე
მე ნუ ახლა ერთი დედის სამსახურში მუშაობდა და ჩემი საწყალი ცხონებული და სამი შვილი ვიყო, ძმა მყავს 2 წლით უფროსი და 2 წლით პატარა. თუ 3 წელი. ხო და ძნელი იყო ეს და სულ გძდიდა რომ როგორმე ესენი ხელიდან არ წამივიდეს და როგორმე ქუჩაში არ გავარდნენ და ხო იცი წლები. თან სოხუმი ბლატური ქალაქი იყო. მაგარი ბიჭი. მაგარი ძველი ბიჭების ქალაქი. კი, გაშავების და რა. ხო და თან იმ დროს. ხო და ვის უნდა და მაგრამ რა იყო ბიჭო იცი აი ჩვენ წინ იყო რაღაც ბაღი სადაც ეს შავები მაშინი შავები თავისუფლად გულაობდნენ ქურდები კანონიერს ასაზრდათ იყო თამაში იქვე მობს იკეთებდნენ რაღაც და დედაჩემი რომ გვეტყოდა აი იმ ბაღზე არ გაიარო თორე მოკვდები ბიჭო არ გადავდი მივხედავთ იმისა რომ თვითონ ისეთი ვიყავი მეშინოდა და არ გავდიოდი დედაჩემი არ მომიგდეს მეთქი ეს ერთი დედა მყავდა და რომ მოგდეს მეთქი ჩემს მომეთყოდა აი გიჟე რომ არ გაჭე წამოდი გადავიარ და კროკი დაუწრე და ვარტყად არაფრით არ აი ეს რაღაცა მქონდა რაღაც პატივისცემა რა ვიცი ესეთი სკოლა დაამთავრე იქა სკოლა დაამთავრე და როგორ მოხდა მე ეხლა რომ გადაწყვიტე უკვე თეატრალური ეხლა რომ მოგიყვე სიცილით მოკვდა ბიჭო ჯარში არ მიყავდათ ვინც ინსტიტუტში მოხდებოდა ხო გავიხედე გამოვიხედე საჭაობა რომ მეთქი სამედიცინოზე ვიგასუნიებდა კეპეი ტექნიკური საგნები იყო ვიფიქრე მე მოდი თეატრალურად მაგრამ ბავშვობიდან ყვარებია თეატრი აი ხა ის არ ვიცი რა დავარქვა იმას მიყვარდა პროსტო კომფორტულად რომ ვიჯექი ალბათ და მიყვარდა როგორ უმეტესად ჩვენ ზღაპრების სპექტაკლებზე დავყავდით ბავშვები ხო მაშინ აბონემენტები იყო და აი რა ვიცი რაღაც ის ზღაპრულის მომწონდა რაღაცა კაი სიტუაციები და ქეცნობიერად იყო შეიძლება ვერათ ვიცნობიერად აი არ ვიცი რა ხო იცი ჩვენთან ყველაფერი ადამიანში ქეცნობიერად ხდება და მე ხო რა მო პირველივე წასველი არა კაცო პირველი ქუჩაში დავყორიალობ ვერ მოვხდი პირველ წელს პირველ წელს რომელი სასტავია ისიც იგეწოდინება შენ გია ფერაძე დვალიშვილი რა გია შეზე უფროსი ო გიას კარგად ვიცნობდი და კაცო ჯობრე მაგრამ ზმაკაცობდი და მე რო ჩავაბარეთ ზმაკაცობდი სოხუმში ყავდა და ერთი წლით იყო უფროსი თუ რაღაცა ეგრე იყო გია ერთი წლით მე მგონია 50-იანი იყო 50-იანი იყო ხო და მე რაჟე სოხუმში მყავდა ერთხელ ჩაყვანილი და იქ არჩი ხო და მაგარია ები მახსენდება გიაზე ცხოვრებას ტელევიზორში ვერ მოყვები ყველაფერს არა ვერ მოყვები რანაირად გიასთან დაკავშირებით სოფლში ხო და კაი მაგას დავიდევანო და აი ის წლები ის ერთი წელი სოხუმში მუშაობდი კი დავდიოდი და მე იქ ჩემი ნათესავი ქალი იყო და ირად მეკუთვნოდა და ფსიქიატრიულში მუშაობდა ექიმი იყო ეს კალი და ბიჭო რაღაც ხუჩაში დაყიალოფო და მოდიო იმუშავე აქ სანიტრები რომ არიან ხო იცი გიჟებს გამკავებლები მე რა გაკ საქმე ეხლა ჭიდაობას კი არ დაგიწევ უი სადა გაკ დამუშევარი ესე იგი იქ ხალათები რო იყო ასე ხელები უკან ვარ როგორ იყო იცი ლოგინზე ხო დაწევოდნენ თვითონ ეს აწლები შენ უნდა მისულიყავები და უნდა სადა ეს თბილისში სოხუმში ბიჭო ჯერ სოხუმში არა ვარ აქეთ ხო ხო და იქ просто წადე ჩააბარე ვერ ჩააბარე და უკან გავედი და ქუჩაში როგორიალობდი ანკალომი და მოდა სამტრში ერთხელ უნდა მივსულიყავი და მორიგეობდი რაღაცები ამ გიჟებს დავაბავდი ესენი გაუკეთებდნენ ამინაზინი იყო წამალი თუ რაღაცა ცოტა მე მოხსნედი და აი ეგ ჩემი მოვალეობა რა კარებში ავკიდავდი და მოჩი ის სახიობისთვის საინტერესო ადგილზე მოხვედრილი ხარ ის კი გიჟებს ლაბირინთი ვითამაშეთ მე კანტარიამ დადგა ჩვენთან ორი გიჟი იპარება მახსოვს კი მახსოვს სახელმწიფო პრემია მაგაში მივიღე ფანტასტიკური სპექტაკლი იყო როგორც ამბობენ და მეს გიჟდება ორი გიჟი იპარება ბიჭო ეს იქიდან რაღაცეები ჩაკვება ისულ არ მე სპეციალურად და ზოგმა იცის თქმა საგიჟეში ვიყავი და საფარსება ან არა მაგრამ კაიდან და მაგრამ ის მახსოვდა რაღაცეები მოქმედება ისე ვარიანტი გამოგადგება აბა რა და იცით როგორი რაღაც შტაბეშტელებები ქონდა იცი ხანდახან ცუდად ხდებოდი შენ თვითონ იმაში რო ჩადგებოდი ესენი რა დღეში იყო ემოციური მახსოვრობაა რა ხო და ემოციური მახსოვრობა ჩემ პროფესორში ხო იმაციდან პამი სტანისლავსკი ჩემო ასე ხო და ეთყობა ესეთი რაღაცა და ხო და ვერ ჩავდა მეორე წელს ჩავაბარე ჯგუფი იყო ჩვენი სოხუმის ჯგუფი ადრე ვინ იყო შენ ჯგუფში მითხარი აბა ვინ იყო და გია წყეშელაშვილი იცი რომ დაიღო საწყალი უსტადი გიზო სირაძე იყო ლეილა კალანდია ესენი შენ არ გეცოდინება სოხუმში იყვნენ ესენი
ეს სოხუმის ჯგუფი იყო. სოხუმის ჯგუფი იყო. ხო, კი ბატონო. და კაი ჯგუფი იყო ხო შეანა, კაი ხარ, კაი დროს ვატახებდით ამ ხალხთან და ძალიან მიყვარს ეს. ეხლა 1-2-3 კაცი დაიღუპა იქიდან ერთი ომში დაიღუპა ეს გიზო სირაძე. ნიჭიერი კაცი ძალიან. და вообще კაი ჯგუფი იყო ეს. და მე წახვედით თელი ჯგუფი წახვედით სოხუმში. სოხუმში ეხლა უნდა გემუშავა 1-2 წელი. კი ბატონო, კი ბატონო, როგორც ეგრე იყო, კი. მიზანო, მაშინ ბათუმის ჯგუფიც იყო, ქუთაისის ჯგუფიც იყო. ბიჭო, აი ხანდახან ახლა ვეუბნები ხოლმე რა, ვიღაცას რო ამბობენ, ყბადაღებული ეს 2 ადგილას არ უნდა იმუშაო და რაღაც ახალგაზრდები საწავიდნენ, ბიჭო და ჩვენ დროს ჯგუფი იყო, ანდა მიდიოდა ზოგი სოხუმში, ზოგი ბათუმში, ზოგი ქუთაისში. წავიდეს ეს დალუცილი ახალგაზრდა. მე პოჩი ვიყავი 2 წელი. მე რა მოხდა, მე კი არა იზიყო იმაში. მე სერგო ზაქარიაძე გავი, ხო და. მე ზულა ბეგალიშვილი, მე მიშა გომიაშვილი, მე. ბიჭო, ზესტაფონში მუშაობდა სერგო ზაქარიაძე. კი ბატონო, რას ქვია. ხო და გავუკეთეთ ამ ბავშვებს, ისო წავიდნენ იქეთ. ახლა თბილისელი რატო წავიდესო? როგორ რას ქვია, რატო და აი ამიტომ, იმიტომ არის ეს. ხო და მაშინ იყოს უსაქმურად, ეხლა მაშინ როგორ გითხრა? არ არის ასე უსაქმურად ის პრეტენზიები აქვს იმას, რა არის, ახლა მე უნდა მოვიდე და ის. პრეტენზიები არ შვილის მარტო საქმეში შემოგარგვა. შენ ამბობ, მარტო პრეტენზიები აქვს სად არის? ხო, კაი, ახლა ეს ისეთი თემა შემიყვანს და ისეთ რაღაცებს მათქვევინებს არ მინდა, კარგი. ხო და თანარჩენი ახლა რა, მე ჩავაბარე რა, ჩავაბარეთ, მაგრამ სათითაოდ აბარებდით და. ხო, არ ვიცი, სადღაც ტელევიზიით მაგრამ რა თქვა მე, აბარებდი და ნუ ახლა შენ გეცოდინება იმ დროს გენიალური პედაგოგები იყო ამ ისაღებში, როგორი ხალხი საოცრებად. ჩამოთლა მეზარება ახლა თუმცა რატო აი თუმანიშვილი და იოსელი აი ფოტოები ჩემო. აი ვასაძე და ისინი სულ პედაგოგები იყვნენ. მიშა თუმანიშვილი. აი ეს ხალხი დადიო სულ არაფერი ესწავლებინათ ამან. ჩემთვის ეს კათედრის გამგე იყო დოდო იმიტომ. ეს პედაგოგი იყო ჩემი გურამი იმის მეტყველების. სულ არაფერი არ ესწავლებინა ამ ადამიანებს. აი უბრალოდ რომ დალაპარაკებოდი და დერეფანში რაღაცებს გებულობდი. რა თქმა უნდა ბიჭო. რა თმინდოდა ახლა. დოდო ალექსიძე მომნათლა ვაფშე. გრიმი წამისვა პირველად ხო გრიმებს გისვამდნენ რომ ჩავაბარებდით და გრიმი დოდო ალექსიძემ ხო რა გენიალური რა ხალხი იყო და ამიტომ მე მადლობელი ვარ ღმერთის რომ ამ ხალხთან მომეწია ურთიერთობა რაღაცა და ხავე დღესდღეობით მივაჩანჩალებ ამ ჩემ და წახვედი აფხაზეთში რატო არ წავედი წავიდოდი საფრთხე იყავი მე როცა დაამთავრე აი რა 8 წელიწადი არა 2 წელი ვიყავი 2 წელი იყავი არა 72-ში რომ დაამთავრე 72-ში დაამთავრე 75-ში ჩამოვედი აჰა ჩამოხვედი ასე რომ აი ხანია და სად წახვედი მე სად წავედი ჩემო კარგო და მე არტისტობას რო გადმოვედი აქ არ ვაპირებდი და მაგრამ იგი დიქტორის კონკურსი იყო ტელევიზიის რადიო ტელევიზიის და იქ მოხვდი დიქტორად და მუშაობდი იქ 1 წელი მაგრამ ლერიმ რო დაიწყო ცხონებულმა აჰა თეატრი რო გახსნა ამით სადღაც 80 წელს სადღაც აი 80-91 არ მახსოვს ზუსტად ეგრე იყო ძალიან წლებს ნუ მომთხოვ რა კი ეგრე იყო მახსოვს მე ხო რა იმიტომ რომ მე ჩაბარებული მქონდა პირველ კურსში ხო და ოდიო თეატრში დავაგდეს წვალებით კონკურსი დიდი კონკურსი იყო ყოველთვის იქ დიქტორად და კი ბატონო ხო და დავიწყე თეატრში მუშაობა და აი იმის ახმეტელის მერე და აი ახმეტელში დავიწყეთ ხალხი შეაგროვა და მუშაობ რა იმის შემდეგ რამდენი წელია ვერ ველები ბიჭო ამ თეატრში რა გინდა მერე შენი არც არაფერი არ მინდა მაგრამ არა ზოგი დაიწყებ და მოდი ახლა ხო ვითამაშე და მოდი გადავალ სხვაგან რო გადახვალ იქ შეჭამაშაზე უკეთესი გენიოსები და ჩემ დროს ისეთი ხალხი იდგა იქ სცენაზე მეთქი აქ როგორ ვისთან მივიდე რა მივიდე ხალხი იდგა და ლამი ხორავას მეტი ყველა იქ იყო დაუშვათ რუსთაველის თეატრში აქ ვასაძის მეტი ყველა მაჭარიშვილია დიდები ყორიპები იდნენ მე ვიღაცა და ლაწირაკი სანამა გაიჩიტები და გამოიჩიტები და დაბერდები მეთქი აქ ვიმუშავებ ვითამაშებ ამას იმას ზოგს კარგად ზოგს ავად ზოგს ასე და რა ვიცი თუ გადაღება უნდა ვიღაცას აქაც ხოშიანად გადამიღებენ და მართლა ისე აგიხდა ყველაფერი სიკეთე შენს და მე თუ გადაღება უნდა და აიც მიღებდნენ და სიმღერას რატო აი სიმღერა ეგეც გითხარი მაგრამ მაყურებელო მე კი უკვე მითხარი მაგასთან გავშერით მაგრამ მარტო მე ხო არა აი სიმღერა მიყვარდა ყოველთვის და რატო აი თქვა ხმა გაკ ძალიან სერიოზულად კარგი ეხლა მაგი რომ დამუშავდეს მაგას ერთი კაი დოდა რამდგულაძე უნდა ხო და შეიძლება გემღერა ლასკალაში რა ლასკალაში არა ამერიკაში რატო რატო ვაპირებ აბა გახედე ერთი რა ბიჭი ხარ აი ეს არის რა ეს პაპრაგუნე ჭიმჭიმელი ჩემი გულისა და კი ვარი რა ახალგაზრდა ბიჭი ვარ შეხედე ბიჭო აი ჩვენ თეატრი ახალი დაარსებული აუ რა ბიჭი ვარ ბიჭო მოусმინოთ რა თუ შევერ უსმინო კი ბატონო მოусმინე
საწყლები ნახევარი არ არის ცოცხალი მაგიდა. აი ესენი აქედან ნახევარი არ არის ცოცხალი ვარდალი. აი ეს არის. არც ეს აღარ არის ცოცხალი. აი ეს არის. აა საბაძე. ალეგო. სად ნახეთ ეს ბიჭო? თუმცა ეს დევს YouTube-ზე. აბა უნდა გითხრა რომ ხოშიანი სეზონები ქონდა ჩვენ და მაყურებელი ყავდა აქ ყოველთვის. ზოგი იტყოდა რა რამსი შორია გდანი. მე მეუთხარი ბიჭო რუსთაველის დიაჟი რას აკეთებ ბიჭო? დაუშვათ არ მინდა ახლა ვიღაცებზე თქვა რომელიც ჩემთვის სწავლობ. რას აკეთებ რა მე? მე დამაშოვდი ბიჭო. მუშაობდი და თამაშობდი კი არა გოგო. რაც არის ხო რაღაცა და შენ არაფერს არ აკეთებდი არასდროს და ხარ და იქა ხარ კიდე მეტყვის ბიჭო შორიდან ერე მოგიშლიდნენ ბლე. ახლა მარჯანიშვილის დიაჟი ხო რა. რამდენი როლი გაქვს ამ თამაშები? ბევრი ბიჭო. აი ხო, ბევრი ქვია რა. ბევრი როგორ რა. გეტყვი არ დამითვლია, მაგრამ არა ვარ მე ნაწყენი კაცი ამ როლებით. სახელი და გვარის მეტი არაფერი არ მითამაშნია. იმიტომ კი არა რომ ვიდეო, ნუ ასე ემთხვევა ხოლმე რაღაცა და თამაშობდი რა. ყველა არ ხდება, ყველა არ ემთხვევა. არ ვიცი როგორ. ნიჭიც უნდა, შესახედაობა, ფაქტურა ცალკე უნდა. ნიჭიც უნდა და ყველაფერიც უნდა და ფაქტურა უნდა ცალკე კიდე ეგრე არ არის. ერთხელ მიშამ გოგა იყო ჩემი კურსელი და გოლგასაიძე და გოლგასაიძე და მაგ პერიოდში კიდე განსაკუთრებით რომ წამოვიდა იქ მე ყველა სპექტაკლები. მახსოვს. აი ეს არის აი. ეს მეფელირია. ხო, მეფელირი. ბოლოს ისე გავთავხედი ლირი ვითამაშე. არა უშავდა ამასაც თქვენსო საუკეთესო აი იმიწერია. კი ბატონო. დონკიხოტი გაქვს დათამაშე. დონკიხოტი. და ხალხი დაგდებს ზერაგიას. და ხალხი ზერაგიაზე დამდოდა. მეფელირი გაქვს დათამაშე. აუ ზერაგია. კაც დონკიხოტი აქვს დათამაშები. დონკიხოტი მეფელირი ბიჭო. მეფელირი და ხედი-ხიდიდან ის კლასიკა, კატა გახურებულ სახურავზე და მთელი კლასიკა ამაზე მიდის და რა ვიცი მაგიდე და და კომისიაში რო ჩააბარე როგორც მე ვიცი უკვე შენ მოესწარი აკაკი ხო გიორგისა აკაძეს აკაკი ხორავა მაგი დამავიზდა მაგის მოდი აკაკი ხორავა ახლოს იქ ცხოვრობდა პრინციპში სადაც ცხონებული კახი და ის ვარანცოვზე რომ სახლი არტისტები ხო ვასაც იქ ცხოვრ საპატიო თავმჯდომარედ ხავდა და აკაკი ამოდიოდა ხანდახან გამოსდა და ჩეშუნში რაღაცები ეცვა მახსოვს და როგორი ფესასმელები ცი აი ძველებური თეთრ და ხრჭ რო იძახდე და ეს კომისია კიდე როგორი ტიპი იყო იცი? აი ხო ხვები ასე შებრუნდებოდნენ ერთმანეთთან და ბაზო ვაფშე არ გიყურებდნენ. იქ უკვე იცოდნენ მისაღები იყავი არის რო შეგხედავდნენ დაიწყებდი ლაპარაკს ცოტა ხანს გიყურებდნენ. და მე იწყებდნენ. ხო. და აი ლაპარაკი და რო არ მომისმინეს გავჩერდი. და რეზო იყო მირცხოლავა ხო გახსოვს? როგორ არა ჩემი პედაგოგი იყო რა. დიდი მაგარი თან სარკასტული კაცი იყო ცოტა. კი, ღადო კაცი იყო მაგარი. და გაღადა მომიტრიალდა ასე. და ენა გადაყლაბე? მითხრა მე არ მისმენთ მე კიდე. რაო, გავხსნა. ვინ გეკითხება შენ გისმენ თუ არა? გაგძელე ხო ცოტა რომ მიშუღრა ვაფშე დამავიზდა ყველაფერი. ნუ გაი დავიწყე კიდე წავიდე და გაიღო ბიჭო კარი და არ შემოდის ეს ხორავა მაგის დედა. სად უნდა მენახა მე ხორავა? მარტო გიორგი სააკაცე ფილმი მქონდა ნანახი სოხუმიდან ჩამოსული ვიღავი. სად უნდა მენახა? ბიჭო რო დავინახე და ასეთი ტიპი რაღაცნაირი აი. ჟაპანა კაცი როგორ არ მინახია ისეთი რომ აი მოგნუსხავს და რაღაცა მაგრამ ეს ბიჭო რაღაცა ნუ ენერგია მოდიოდა სასაულიო ენერგია კი არა აი გასაგებია შეგისრუტავდა ვაფშე ჩარლი ჩაპლინი გადარეულა გასო ჩარლი ჩაპლინი გადაირია თუ აი კობრა რო იმას რა ქვია კურდღელს რო აი ესე ხდებოდა ადამიანს შემოვიდა და გავაფშე გავჩერდი რო წამოცივდნენ ესენი ბიჭო ეს კომისია კუკუშვილი ეს სტუმანიშვილი დოქტორ ალექსი და აკაკი ალექსეევიჩ აკაკი ჩამოეკიდნენ ამა და კოცნიან და რაღაცა და დაჟდა ბიჭო ჩემს უკან გააგზელეო რას გააგზელეო მე უთხარი მე მოვჭი მეთქი როგორ მოვჭი პროზა მე უთხარი არ მოვჭი წადი და გამიშვეს მეთქი всё მომხსნეს მაგის დედაცვაპირე მაგრამ რა მიშველა ბიჭო იცი ბოლოს ერთი ის იყო და სიმღერა ხო იყო ვოკალი ხო ეხლა სარაჯიშვილი ნანულიდან მოგდება სიცილით გაიმღერე შენ მაშინ მე მოსმენელი მაქვს ჯორჯი მარიანოვიჩი იყო ასეთი მომღერალი ჩამოვიდა და მაშინ ახალი ხილი იყო ეს იატაკზე დაგორება და აი და ჩვენთან ჩვენი ესტრადა ასე იდგა და
არ კონდათ ის საქმე. ხო, კი ბატონო. ოდა მომეწონა ჯორჯე რა სიმღერა და მე ვუთხარი ჯორჯე მარიანოვიჩის სიმღერას ვიმღერებ მეთქე. ვინა ბიჭო ჯორჯე მარიანოვიჩიო რეზო მეუბნება. ავეთაცხმე აგაიტიტები იყო. ვინა ბიჭო ჯორჯე მარიანოვიჩიო და მე ხლა უხსნი დოჟდი დარარარა ახო რა მაგარი ხარო და დამიწყეს ბიჭო ხარდარი ძადი მე თქვენ და გაი მოუსია კიდე და თურმე რა ხდება ბიჭო მუსკომედიაზე თურმე ამას აგაიხმაკუნეო და მუსკომედიას ტენიან ბიჭო ხო ეს დოიაშვილის დროს გახდა ნორმალური და კაი თეატრი როგორც ამბობენ მე არ მივლი ერთი-ორჯერ ნახე რაღაცა თორე მაშინ მუსკომედია მომიტევოს იმან არ ითვლებოდა რა ისე რა კი თუმცა ხალხით გადენილი იყო მაგრამ ვითომ ესე ისე ხალხით კაცო მანდიყო დიდი ბადრი მეგანიშვილი ისე ხო ყველა ბადრიმ და ხეცები და მაგრამ რაღაცა ცოტა პროვინციული რაღაცის ის დაგდებოდა და რატომღაც ასეთი გვეგონა რომ თუ მუსკომედიაზე ვინმე სწავლობს ის გოიმია და მე ვუთხრა თავი მოვიკალე არა კაცო ის მუსკომედია აბა მოუსვი აქედან მაშინო როგორ მოუსვა მე ვუთხრა ხო ჩაბარებული მაგ ან მუსკომედიაზე ან არაო იმიტომ რომ აკრდათ იქ მუსკომედიაზე ხალხი და ერთმანეთს ხოცავდნენ არა მე ვუთხრა მე დრამატული არტისტი ვარ და რეზო მეუბნე ვინ ხარ ბიჭო ვიცოდი შენ რომ დრამატული არა ვიცი ახლა ვიცოდი რაც მინდოდა და დრამატული ხარ კი არა ეს ახლა რაკენა დაახვი აქედან მაგრამ კინოზე გადავიდე დუდა რატომ აინტერესებს იცი კინოში შენ რაღაც სასწაულად საფრანგეთში რა დროს იცი დაიწყო ყველაფერი ფრანგულ კინოში საფრანგეთში გადაგიდი საფრანგეთში მაგდროს თან რა საფრანგეთში კი არა ქუჩიდან ქუჩაზე არ უშვებდნენ რას ლაპარაკო ბიჭო გია ფერაძე მუხლხარ ერთზე პოლონეთში რო ჩავალ უნდა დავრჩევო გიდა პოლონეთში დარჩენილი ხარ და გიდა მესამე არა გიდა მესამე მასივში ვაგერ ვარკეტინში ის ხო ის ერთი რეჟისორი რო დარჩა იმაში ზუსტად ასე პოლონეთში და იქ მოგიდეს ყურებში და გამოაგზავნეს აქეთ და რეზო ჩხეიძე მუთა შედეგები რატო ის მაინც გაგეგოს არ შეიძლება დარჩენა რომელია აი შე რა გინდა საზღვარგარეთ არც ისი სად რა გიდა პოლონეთში დარჩა და გიდა ვარკეტინშიო ბიჭო დონკი ხუციფრებდა ისა რა ქვია რეზო ჩხეიძე და ფრანგებთან ერთად და ჩამოსულები იყვნენ ფრანგები და რაღაცა ვერ მოილაპარაკეს ეთქობა რეზოსთან და რეზოს შესთავაზე ჩვენ სცენარი გვაქვს ოდა აქ მომწონს ეს ისა პროდიუსერები ეს საქართველოს და მოდით ერთობლივი ფილმი გადავიხუთო ნახევარი მსახიობები თქვენ დონ კიხოტს რომელ წლებში იღებდა კიხოტი ახლა იყო მაგრამ მანამდე გეუბნება მანამდე რაღაცა ამას რამდენი წელია იცი რა იღებდა ხედავ შენ კაცო კი არ ვიცოდი კინოს 2 წელიწადში მაგრამ ის არ გამოვიდა ისა გაჩერდა ეთქო არ გამოვიდა ის პირველი დონ გაჩერდა ბიჭო ის ჩერდებოდა იწყებოდა ქარდებოდა ის მე როგორ კიკალეიშვილი მომუკა და კაფიკა ეს უკვე 80 მე რასაც გიყვები ის 86 წელია და დონ კიხოტის იქ ბიჭო მოსამზადებელი პერიოდები ხომ არსებობს ხო კი ბატონო მოსამზადებელი პერიოდები 3-4 წელი უნდა მაშინ თან კინოს ბიჭო ეს ახლა იღებენ 2 წელიწადი უნდა და კინოს გადაღება ძმაო ჯერ მარტო ფილმი ჟღავდებოდა ერთი თვე ელოდებოდნენ რასაც გადაიღებდნენ იმას ო ინტრიგანულ კითხვებს ნუმაზლებ ახლა გამოჯერაზე მუხარ წლებში ხო და რეზო დათანხმდა ახლა რა თქმა უნდა აქეთ იგი და მოიტანეს ზღვის მაშვალნია ჰიუგოს ცნობილი ის არის ხო და დაგვიზახეს სინჯებზე და ლია იყო ერთი იყო რა მე მგონი მერტვა კარგად ამბობ გოგელია ძველები იყვნენ ყველა მაშინ და ამერიკა მოდი გაესინჯე რა იცი რა ხდებაო და მივედი სასტავი აქ ამ როლზე ერთ-ერთი თავარი მე და მგალობლიშვილი ვიყავით და ეკეთური და ახლა არ ჩამოთლებინო ყველა ხალხი ხო გასაგებია რა და ითქან იბრიქება ისინი ვერ მოხდნენ მე მოხდე არა აქ ნიშნულობა მაგრამ ბევრი ვიყავით და ერთ-ერთს ეთქობა უთრესო მე მგონი თქვენო და წავიდნენ და წავიდნენ და წამოვედი პატრონე მე არ მოყოლა არაფერი მეთქე და ეხლა ბაინს და მაინც საფრანგეთს თუ არ მოხდეთ იმის და წამოვედი ბიჭო გავიდა 4-5 თვე მაშინ ხო მობილურები არ იყო და რეკავს მოსკოვი სვამი ბუცით გავარით პარიჟში და მეთქი გადავია ნასვამი ვარ სახში შეროზიაზე ვცხოვრობდი 6 ნომერში და რატო იცი რა მაშაღირებდნენ ხოლმე სვამი ბუ და აიღო ვიღაცა რუსლა სვამი ბუით გავარით პარიჟო და მაშაღირებდნენ ხოლმე ხანდახან ვაკაცები მყავდა ბიჭო ჩამიყვანეს ერთხელ და მომატყუეს გადაღება ვიღაცას უთხრესო ვასიომკი და ჩავედი არაფერი პოსტო რა გინდა იყავი ჩვენთან ცოტა ხანსო და ერთი კვირა ვიყავი იქ მალოთავეს აი ხვი და მეთქი ახლა სხვა არ მიწყობენ ეგეთ რაღაცას მეთქი და შეუკურთხი აგედა პაშლი განი კებდენი მათ მეხთხარ
რა ვიცი ბიჭო, ნირუგაიტის იავან პრავდა გავურო და ჩაერთო ბიჭო, ვიღაცა ჟერეთუში ბიჭი ებაზრება ამ თარჯიმას, თარჯიმანი მეუბნება დამტკიცებული ხათო. სადა ვარ დამტკიცებული, როგორ ვარ დამტკიცებული, გონზე არა ვარ. ამთავრდა ახლა ეს და დავკიდე და ცოლს ვეუბნები რაღაცა ბიჭო, არ არის შაყირი მეთქი და კაია გადა. ბიჭო დავწექი და დილა 8 საათი. და მირეგავს ლია. მოგზარო, გოგელია. მე მგონიო რაც დედაშენ შენზე ულოცია, შენზე გამართლებული. როზი აგიყვანესო ბიჭო. საათ მეთქი. საფრანგეთის იმაზე. საათ ვინ და რამდენი ხანს იყავი მე? 20 მოხდი. საათაც 20 დღემდე, 20 დღე ვიყავით. იქ აქაც ვიღებდით კაცო პათუმში და მე ხო და ბიჭო რა მომივიდა ახლა. ეს არის გაკანებული საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირია. მე ეს ერთი. ახლა მოხდა ისე რომ მე რეზოსთან დაგვიბარეს და გადაღება კაია. ახლა არ მიშვებენ ბიჭო. საფრანგეთში იქ რაღაც უსიამოვნება მომივიდა ამ ცხონებულ ერისთან. ცოტა ისეთი მაგარი უსიამოვნება და არ მიშვებენ დამიწერეთ რაიგომი იყო ისეთი რომ აი ის არის თავშეუკავებელი და რაღაცა და ამას ვინ გაგიშვებს ბიჭო ამისთან აი იმაზე და დამიხიეს ეს და არ მიშვებენ ბიჭო საფრანგეთში. ეხლა იქიდან ეძახიან გადაღებები დაიწყო გამოუშვით ეს კაცი ამათ მოუწევთ ნივიეზნო რუსულია წასვლა ესე ისინი კაი გოთვენები იყვნენ იფიქრეს უი კომუნისტებს თქვენ დედას გიტირებთ არაო მაგი თუ არ ჩამოვიდაო სხვას არ ავიყვანთოთ აი ისინიც მიაწვდ დაინტერესა ფაქტურა რა მარტო ფაქტურაზე არ არის ეხლა იფიქრეს ეს ანტია გაიგე და ისინიც გოთვენები არიან ბიჭო უნდა და საწყალი ბიჭო ცხონებული რეზოთა ბუკაშვილი აცხონოს ღმერთთან ერთ-ერთი ის იყო თანაავტორები ხო იცი როგორ არის ოპერატორი ერთი ჩვენი ერთი თქვენი და ეს იყო და ეს მივიდა ბიჭო ცეკაში მივიდა ბიჭო ცეკაში რეზო თაბუკაშვილი და რასაკეთებთო კაცო ეს იქნება უსიამოვნება სკანდალი იქნება და აი ამ დონეზე ბიჭო და ძლივს გამიშვეს შეფანა აი ეს როცხონებს რეზო რო არყოფი თაბუკაშვილი რჩებოდია და წავედი და იქ რო გადავლახე მე თქვენ თვითონ ვიგროდი აკეთ მოუფრინავ თუ ჩამოფრინდი და ცოლმა გამახარა თეატრიდან მოხსნილი ხარო რატომ მეთქიდა სპექტაკლზე დააგვიანეო რა თქმა უნდა რას სპექტაკლზე დააგვიანე დავუდნენ სპექტაკლი დაუნიშნიათ ბიჭო რა გამეჯინებოდნენ არა მოდა სპექტაკლზე ვარ მოვედი მოხსნეს თეატრიდან დავჭიუბუშევარი რა გავაკეთო ბიჭო აკეთ იქით მივედი რეზოსთან შეიძესთან მე ვთხარი ბატონერეს ვასიაზე რაო რას კი მოხსნეს აბა დამარეგინო დაურეკა ბიჭო და იმან იქიდან რაღაცეები უთხრა და კაი დაკე მოიტანე საბუთები რაღაც და კინოსტუდიის შტატში კან კინოსტუდიის შტატში ბაში ვიცი რას ნიშნავს რას ლაპარაკობ თეატრში რომ მქონდა 80 მანეთი იქ მქონდა 500 მანეთი კი ბატონო და ზვიოსდებს მქონდა მარტო და მეც აი შვილებს ვიცავ და სულ იქ ვიყავი მე შტატში გადმოვედი ახმეტელში მე შტატში ბოლო 1 წელი იქნებოდა რაღაც ზოგი ჭირი მარგებელია მეთქი მაგიდედაც აი ესე ხებულობდა იქ ხალხი სულ ალბათ ეს ამ ხელფას 5-6 კაცი მე ნელა ემატებოდა ზოგი მიდიოდა და ესე რას ლაპარაკობ კინოსტუდიის მოხვედრა შტატში სხვა ხელფასები იყო მე ცალკე კიდე რას ეძახია სტავკა ცალკე იყო აბა რა რას ლაპარაკობ ქონდა ასეთი მე ცხოვრებაში რას ამბობ სასაური ისეთი იყო მე რამე ხა წყალო დავლიო შეგი ყავა შემოგთავაზე და დალეული მაქვს ხო და რა მაინტერესებს ფესვებშიც იყავი საზოგადოებრივ წასული ფესვებში თუ არა აქეთ აქ იყო აი დუდუაბაშიძესთან ურთიერთობები რაღაცები ქონდა ფესვები ვაფშე ინერციით მოხდი გუგული ცხონებული ღმერთმა აცხონო მაგარი კაცი იყო და ძალიან მაგარი რეჟისორი იყო გუგული მგელაძე კი ოთვილეს იბიგა ფრანგულმა გადაიღეს მოდი მეც გადავიღებ ხო აი გოგოი ჩემი დაკალი ხო დოდა საწყალი ცხონებული მაგარი კაცი თოთ ამას კარგად მახსოვს ამას ყველგან უყები მაგრამ კაია ლევანი საერთოდ ჩემი ზუსტად ჩემი თაობა იყო ჩემი ხდის იყო ზუსტად ცხონებული ეგ იყო აგითხრა რა კაი ნიჭიერი კარგი შესაძლებელი კაი ადამიანი ყველანაირად კაი ბიჭი იყო რა და ქონდა ძალიან კარგი მომავალი მაგრამ ნუ აი ესე მოხდა აფხაზეთში და ახლა არ ვიცნობდი ესე გამოჯობდი წინა დღეს ნახეთ ან აფხაზეთში რო წავიდა ეს ფესვები ეს იყო რა დოდუაბაშიძე უკვე ამ ფილმზე დაიბრიდა დაიღუპა საწყალი ლომივით იყო ბიჭო აი ხელს ვერ მოკიდებდი ახნის კაცი იყო და ხანში შესული მაგრამ ხელს ვერ მოკიდებდი და მე მაინტერესებდა ივასავითავა რა
როგორ იყო ასეთი მაგარი რაღა ყველაზე რეოდა. მოვინებოდა მაგარი მოვინებოდა კი არა, მაგარი დამკველი, მაგარი მსმელი, აი ეგ იყო თუ იყო, რა ვიცი იყო და კაი თამადობაც მახსოვს მაგის. მე იწვა. მივუჩვენებოდი ამ კლავზე დასვენების, შესვენების. დიაბეტი ქონდა და ჩოხლაობდა შევატყეს, უნდა ეჭამა. მოვუჩერდი ამას. ბიჭო გამანებეთ არის მეთოდა ერთ. მე ვთხარი ბატონო დუდო, სიმართლე მითხარი, მართლა ასეთი მაგარი იყავი? თუ მოგონი ხო იცი როგორც არის მე ვთხარი ამატებენ ზოგადად მაგარი ვიყავი. ხა რა უთხრა, ბაზარი მივასება ბიჭო, მისთან აკასთან საჩოხდები. მე ვთხარი, აი ჩემნაირს ამდე გაუფამილიარული, ჩემნაირს ამდენს მოერეოდი მეთქი და მიყურებ და. მე 2-3 ას ლაპარაკობთ მე ვთხარ 2-3 მე რა მუშტები შებულებაში ხوارა მე არა ვარ ასეთი არის სუსტი მეთქი და მიყურებ. ბიჭო ცოტა მომერი და შენი თორემ 3-ს მოვერეოდი და 6-ს მითხრა. 6-ს ესე იგი რა მაინტერესებს? რა როლი არ მითხარი მაინც რამდენი კინოში რამდენი გაქვს დათამაშები დაახლოებით თუ ის? ბიჭო არ ვითვლი შვილებს. არც მე არ ვითვლი. არა იმიტომ კი არა, აი რა. დავე დაახლოებით ფიქრობ რომ კიდე უკეთესი რაღაცა რავი, აი 40, 25, არ ვიცი, არ ვიცი, აი ეს. არ მითამაშია. ამდენი არ მითამაშნია, მაგრამ როგორ არ გითამაშია? არა, გითხრა, მაგრამ ისე გეთამაშებოდეს იქ სერიალებს არ თვლი? არა, გითხრა ყველაფერს, მაგრამ დავდარები. მაგრამ სამაგიეროდ ისეთ ფილმებში მაქვს ნათამაშები. და ისეთ რეჟისორებთან და ისეთი საკაიფო როლები რომ მე მაგ მაყოფილებს. არა, პატარა როლებსაც თვლი და სადღაც ეგრება. თვლია, კი შენზე კი ბატონო გაგა. შენ გეკრება, ჩემს ავით როგორ არ იქნება, მეტი გეკრება თქო გეუბნება. ეხლა თავს ნუ მე სხვა რამეს არ არის. მე ერთ რამეს გეტყვი რა, არ ბაგროვებ მე. არც მე არ ბაგროვებ, მე დაახლოებით რომ გადავხედავ ესე აი რაღაცა რომ კითხავენ. ეს შენზე უნდა გავაკეთო გადაცემა ერთი. ხო და აი გეტყვა რა, არც ეს რეცენზია არ გუშინ ნახა ამ და ამბავი რეცენზია ისიც იმაში მინდა. დაჟე რა არ მინდა იცი, ჩემი ფილმებიც რო არ ვიქნებით ამ ქვეყანაზე და რაღაცა და ეს ჩანაწერი ისიც კი არ მინდა რო აჩვენო. ჯერა ახლა რასაც ვამბობ ხო სისულელია. რა ფილმებში არ მინდა რო აი ჩემმა ახლობლებმა ეს ნახოს. რატო, რა ფილმი? იმიტომ რომ გული ეთკინებათ, მე რო გავახსენდებით. ფილმებიდან ამბობ? არც ფილმები მინდა, ჩემი გინდა ფილმები, გინდა აი დაწერილი ვიღაცა რომ აქებს ან სურათები ეს, თორე აფიშები აქვს, ზოგ გაჭედილია თავის ოთახი აჭედილი. მე არც იმ აფიშებს არ ვაგროვებ. არც მე, რაღაცა ხევ გავართ. არ ჩამომჭერთ მან შენ. არც მე არ ვაგროვებ ერთი ჯური. ერთი აფიშა არა მაქვს. არაფერში არ ჩამომჭა, ხედავ? ერთი აფიშა არა მაქვს სახში. ხო და გითხრა მე რატომაც არა მაქვს თორე აფიშები. ხო და ისა რა ქვია, იმიტომ რომ არ მინდა ჩემი ახლობელი, ჩემი შვილები, ჩემი შვილი, რო ნახავენ და რომ შამიზდეთ და რო იტყვის ეს არ მინდა, გულივადგენ. ძალიან მობიერი ადამიანი ხარ. მობიერი არ არის, მე ასე ბიჭო, არა, ნუ აი მე რა ვქნა ეგეთი უცნაური რაღაცეები მაქვს. მე უბრალოდ ეს რა არის, იცი ბიჭო, ეს რაც წავიდა, უნდა წავიდეს, მაგის დედაცვატი. მე ასე მგონია. და დიაპაზონი გაქვს მაგარის, მომ ყველანაირი კაცის თამაში მაგას მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის მეთქი. ვერო სულ გენიოსი ვიყო ახლა და რაღაცა მაინც არ მომინდებოდა შვილებს ვიცი. არა, მაგას არ ვლაპარაკობ, გავიგე ეგ ამბავი, მაგრამ ისე გეუბნები დიაპაზონი გაქვს. როგორ დიაპაზონი დიდი გაქვს რა. ყველაფრის თამაში შეგიძლია, ეგეთი. ხო ეგ ფაქტურიდან გამომდინარეა, ნიჭიდან გამომდინარეა რა. მივედით ახლა ამ ზერაგიას. რო შეგჭამეს. რო შეგჭამეს ამ ზერაგიათი. მივიდეთ ამ ზერაგიას. ამის თქვა ერთი ამისი დედაც მეთქვა, როგორ ვაგინო. როგორ მოხდა ერთი, როგორ დაგიზახა. ბიჭო, როგორ არაფერი ჩაოლებრივა დამირეკა იმან რა ქვია. თანაშემწემ ისა უჩა, აუ ისა ზაზა ღმერთო ურუშაძის. აუ რა კაი ბიჭია, აუ რა კაი ვიღაცა. რაღაცას რო უყებოდი, ხანდახან სიაფანსაც კითხულს, ასე გიყურებდა. და გონია რომ ჭამს ბიჭო. ხო და დამთავრდა ხო ეს ლაბორატორია. ეგრე გამოჩდი ეგრაზე. ხო. რაღა ამას აჩვენებენ. ამაზე კაი სცენები მაქვს. ხო და გითხრა. ხო და ისა რა ქვია. გონია რომ ჭამა შენს აბრახუნებ ატყუებ რაღაცეებში და ჭამა და გადაღავე ერთი კვირა და გადაღება არის რაღაცა და დღეს აპარატენ და შენ არა არის სწორი ბიჭო ნუ მომგალი ბიჭო რა მე ვთხარი აბა ეს არის სწორი არ არის სწორი და მოდი ასე გავაკეთო აი ბიჭო ნუ შემჭამე ბიჭო იცოდა და ბოლოს უკვე შენ რა გონია ეგ უშინწინიცი რომ მიყვებოდი რაღაც ისულელეს ტყუილს დაგიჯერე გონიაო მეტყოდა ბიჭო თურმე ეს არ ჯეროდა აი ესეთი კაცი იყო და რომ მივედი
გამარჯობათ არ ვიცნობდი ხა ახალგაზრდა იყო ჩემზე გაცილებით. ახლა ოჯახთან დაკავშირებით ბარდამაის ბევრი დრო არ დაგვრჩა ახლა რეგლამენტი აქვს ყველაფერს ამ ცხოვრებაში. ამიშია სპექტაკლი ხო და კი სპექტაკლის გაგდა სპექტაკლს მიასწრებ, მაგრამ აქ თავდება ინფორმაცია შემოდის აქედან გამომდინარე ვერ სპექტაკლი ფეხებს ეგიდია ხო ამ ინფორმაცია თორე არა სპექტაკლი გვიან არის ჯერ ეს მაგრაიცია შენ რა სპექტაკლია დღეს მოზარდში მაგის მიშ რეზო მიშველაძის ისა არ დამივიწყო არ დამივიწყო კაი სპექტაკლია სხვათა შენ მიბზადით ბატონებო ახლა თავის შვილზე აგერ მიბზადით კაკ სპექტაკლს ნახავთ კარგს აი ახლა ამისთან რეკლამით ვინ მომბზადით ჩაუბადოთ აგერ მიბზადით ხოდან ბახულებელში და ნახავთ თავის შვილზე აქ ეს სპექტაკლი დაწერილი ახლა მე რა მაინტერესებს კიდევ ვიკითხო რა გამოუშვი ეხლა მაინც უნდა შეგეკითხო კი მითხარი იმ დღეს შენ მე წამაჩხუბებ ჩემ შვილთანო ნანომ თუ არა შეკალიშვილი რო არ გაუშვი სამსახიობო ნანო პოიშვილი ვიყო ეხლა ნანო მაშინ არ მინანია ეხლა ნანო იმიტომ რომ შევატყე მე იმ ქალბატონს მონაცემები რაღაცა გონდა და ყველა არტისტია დღეს და მე ეს ყოფილიყო ამის და ჩემ გადაცემაში რომ მომძალდით ხო და რომ იმღერეთ ხო ადამიანს ეთყობა კაი ეთყობა რა ნიჭი როგორი იუმორია კიცი ხო და აქ თუ და შევატყე ისეთ რაღაცებს უშვებს იმ იუმორის გარდა ის რაღაცა იქ გამოსხივება არის იქ რაღაცა არის და იგი არსებობს ისეთ და შევატყე კიდე არ გადამკიდოთ მეორეჯერ მაგას დღესაც მეუბნება ბიჭო ამ ხელა ქალი 45 წლის არის დღესაც მე როგორ არ განვიო მომიკითხე დათუნდაც მომიკითხე სახში შეუბადო და ყველა მომიკითხე სახში უნდა ახლა ბოლოს პატარა ბლინც ინტერვიუ უნდა ულეწოთ ჩქარჩქარა უნდა უპასუხო კითხვებს ცხოვრებ ჩქარჩქარა ახლა როგორ შეძლებდი და გვარა ცხოვრება რომ უკან გადაახვიო ახლა დააჭირო აგენ ამას აგენ რა პატარა ღირაკილო არის აგენ რომ გადაგახვიო უკან ცხოვრება შეცვლილი თუ არა რამეს შევცვლიდი ხო რას პროფესიასაც შევცვლიდი იმიტომ რომ სიხარული ბევრი მომიტანა რა თქმა უნდა ახლა რა თუნდა მაგრამ ტკივილიც მომიტანა ბევრი ხო ეხლა ეს სალაპარაკო თემა ახლა მე ესე გასაგებ კაი პასუხი თეატრის ამბავს ესე გადაუბალახე თორე არა სულ პირდი პასუხობენ რომ არასდროს არ შევცვლი იგივეს გავაკეთებდი მაშინ იდიოტი ხო რაღაცა არა როგორ სულ ეგეთი პასუხები გულწრფელი არ არის და სულ ეგეთი პასუხებია რომ ის იბან ის სახიობია არის სახიობობა უგუშის დაბადებულია ხო და ნუ თელი ეს როგორ როიცი ოღონდ მტერი ჩაუღლაბო მტერი თუ ჩაღლაბოდა მეზოება გინდა ჯედალოცილო თუ არტისტო საყვარელი უცხოელი რეჟისორი მსახიობი რომელიც გინდა უცხოელი მსახიობი ბიჭო მაგრამ ევასება ჩვენი იტალიელი რომ არის ბიჭო ეს მარჩელო გენიოსია ეს არის გენიოსი გენიალური რაღაცა თქვა ეხლა დენირო ხო გენიოსია მაგრამ რამდენი რა უნდა გასო 4 და 5 და თუ წვალობს რაღაცა მე მაგ ერთხელ რო გამოვალ თამაშობო ეს ხო თამაშია ძალიან მაგარია მარჩელო ყველას თავის მანერა ძალიან რეჟისორი არის ყავს ესეთი ისევ იტალიელები ყველა გასაგებია სულ ყველა ნეორეალიზმი და იმაზე აი ეს მაგათ იტალიის კინო მაგრამ ამერიკულზე არ გიждები ბოდიში მაგრამ კინოზე რა ვქნა ზოგის გარდა რა თქმა უნდა რამე ფილმს ხო არ გვირჩევდი ან რამე ნაწარმოებს რომელიც შეიძლება წაიკითხოს ადამიანმა დღეს ფილმი წაიკითხოს არა ფილმი ნახოს და წიგნი წაიარა რამე სხვა არ გვირჩევდი შენ ხო არა გასაგებია მე გეტყვი ერთ რამეს ხო არ ვიცი სხვას რა ურჩიო ხო მაგრამ ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოები არის ჯაყოს ხიზნები აჰა გასაგებია იმიტომ რომ აი ბიჭო როგორია იცი ადამიანი მაზოხისტიც არის ყველანაირი კულტურანი არის ადამიანი აი მას გიკმაყოფილებს აი დაჟე იმ მაზოხისტულ და ცუდ რაღაცას ჩევა ახალგაზრდა არტისტებს და აღარა გვაქვს დრო არტისტებს მუსიკოსებს ხელოვანებს დავიდავანებო და არტისტებს ურჩევ კარგად დაფიქრდნენ ბიზია სადბიდია და რასთან აქვს საქმე ეს არის ყველაზე დიდი უმადური პროფესია ყველაზე დამოკიდებული ხო რატო არ ავირჩევდი ამას იცი ყველაზე დამოკიდებული როგორ უნდა იყოს ყველაზე დამოკიდებული უნდა იყოს კი ბატონო ჩამსმელი რომობა და ეს რა არის როგორ კი ახლა მე კიდე არ მაკადრებენ კიდე ჯანდაბას თორე ვიღაცა ეს რა არის ეს როგორ გაცვია თუ გეტყვის იმადა მოგიდო ხელა გაისულო ქუჩაში აი ეს რო არ მოხდა რეჟისორი რეებს გეტყვის კიდე რეჟისორი არ მალაბარაგო ამ რეჟისორებს ზოგზე ბიჭო არაფერი არ იცის ბიჭმა გონზე პატარა ბიჭია და იცით ბატონო ნუ გზარე ნუ ეხლა ესე ხომ არ ხდება ხო მე მასწავლის ბიჭო ცხოვრებაში რა ხდება მაგ გოგლი მოვლით გაზდელი ბავშვი ქუჩაც ვიცი ესეც ვიცი თვერანიც ვიცი კაი კაციც ვიცი და ეს ბავშვი მასწავლის შენ შეიძლება შვილო მასწავლო რაღაცა როგორ გადავიდე გადმოვიდე და იქ შიგნით ჩემში ტელეფონში რა ხდება შიგნით რა ხდება ჩემში შენ რა იცი
იცი ჯერ. მადლობა დუგზა, სხვა გზა არ აქვს, უნდა პირიქით, ჩემო კარგო, უღრმესი მადლობა. შენ და კაი მიყვარს ლაპარაკი. რატო იცი? იმიტომ კი აფიშერგე. ახლა გულწრფელად ბაზრობ შენ, მაპატია ბაზრობა შეიძლება არ შეიძლება ლაპარაკი. კი ბატონო. გულწრფელად ლაპარაკო, გულწრფელად პასუხობ. არ არის დაკვეხებული. რა არ მიყვარს იცი, აი უცება ეს თუ გინდა ჩაწერე ეს თუ აი ზოგმა მსახიობმა იცის ახლა ჩაწერე პირდაპირია ყველაფერი გადის. კი ბატონო, როცა რაღაც სიტყვას რაღაცა ბზან ამ თემაზე და ხო ჩვეულებრივად და უცებ ჯდება პოზაში. ხო, პოზას. მიყურე და ვითამაშებ ამას. იცით ამ კითხვაზე, სუსტად პაუზე, ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, აი ისა აი როგორ გითხრათ, აი ესეთი ამბავია და რა. ხო, ხო. ხო, სიაფანდი ხარ შეცემა შენ ამ ასე რო იქცევი. კი ბატონო. ასე ცხოვრებაში რო სიაფანდურად ლაპარაკობ, სცენაზე გადიხარ და სიაფანდი ხარ. უნდა დავამთავროთ. თუ ზოგადად მეტრო საინფორმაციო უნდა შემოვიდეს და მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონებო და ხალბატონებო, ეს იყო 98.5 გადაცემა ჯაპანას პაპანაკება. ნუგზარ ყურაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა მინდა მას მოვახსენო და მოდით ჩემო ბატონო, შემოდით YouTube-ზე, შედით იმაზე, რაღაცა Instagram-ზე, რაც უბედურებაა ყველაფერი ჩემო ბატონო, რამე დავიმეგობრდით და იყავით ჩვენთან ერთად, ასე. აბა მომავალში ხვედრობდე, მომავალ ხუჩაბათამდე დიდი მადლობა, დიდი მადლობა ნუგზარ ჩემო. კარგი, კაი კაცო. აგაში დაგვეცვა.